ახალგაზრდები თავიანთი ხობიებითა და პრობლემებით სამსახიობოზე ჩააბარებენ. აქ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. სცენარი გადმოსცემს, როგორც ცდილობენ წინააღმდეგობების დაძლევას. სახელწოდებაც აქედან მოდის. ჩვენ გავიმარჯვეთ. I'll become an actress and I'll put on as many personalities as I want. ფაქტი ერთია, თეატრალური სტუდია etc-ს მსახიობებმა გაიმარჯვეს და ესპანეთში ფესტივალზე Fiestalónia პირველი ადგილი დაიკავეს. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ სპექტაკლს ერქვა თავიდანვე. აღმოჩნდა რომ ბედნიერი სახელწოდება გამოგვივიდა, რადგანაც ესე გავიმარჯვეთ ძალიან სერიოზულ ფესტივალზე. მართალია ჟიურის იქ დაურიგეთ ჩვენ ლიბრეტოები ინგლისურ ენაზე, მაგრამ აი ხა ესე ლიბრეტოში რაღაცა ჩავთვალთ რომ არ მივიდოდა კარგად მაყურებლობდა და ინგლისურად ითამაშეს. ეს თავიანთი ეს ძალიან სერიოზული მონოლოგები არ იყო ისთან რომ ინგლისურად თქვეს. არა, მართლა ითამაშეს ყველა მამძირითადმა პერსონაჟებმა ინგლისურად და ამანაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მიქაურებზე. Never being happy isn't the same as being unhappy. 14 წლის ბუკა თოლორდაღას გმირს სოციოფობია აქვს. მისი ხასიათის გაშლა ახალგაზრდა მსახიობისთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. ამბობს, რომ თავის გმირს არ გავს, თუმცა მის მსგავსად მსახიობობაზე ოცნობს. თან მე უკვე ალბათ თავი მოგაბეზრეთ ჩემი მონაყოლით. ძალიან ნერვიულობდი თავიდან და ესეთი გამოცდილება მაქვს, რომ ერთხელ ძალიან ვინერვიულე და გამოდგა ისე, რომ რაღაცა გავაფუჭე. და ძალიან ვეცადე, რომ ახლა ჩემ ნერვიულობის ხარჯზე ქონოდა რაც შეიძლება კარგი გამოსვლა. ძალიან ბევრი ენერგია ჩავდეთ საერთოდ ყველამ ამ ყველაფერში, ძალიან მოვინდომეთ ყველამ და მინდა ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ საბოლოოდ ჩემი ამ გამოსვლით. საქართველოს ყველაზე დიდი მოწონება ესპანეთის, იტალიის, ისრაელის, რუსეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დაიმსახურა. სპექტაკლში ახალგაზრდების ვოკალური, ქორეოგრაფიული მონაცემები და მსახიობური ნიჭი სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. მიუზიკლის ელემენტები ქონდა, იყო სეკვაც, იყო სიმღერაც, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მოგწერეს და მოგცეს ნება, რომ რადგან თქვენ არ ხართ ვოკალისტები, შეგიძლიათ პლუს ფონოგრამაზე, მაგრამ იმღერეს ცოცხლად ბავშვებმა და ამას ყველაფერს აფასებდა თავთავისი დარგის ადამიანები და ესე გადაწყვიტეს, რომ პირველი პრიზი გვეკუთვნოდა. პირველი ადგილის გარდა სტუდია etc-მ სხვა პრიზებიც ჩამოიტანა. მსახიობებმა კატეგორიაში ქორეოგრაფიული დუეტი მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს კიდეც. ამავე დროს პარალელურად მიდიოდა ექსპოზიცია სახვითი ხელოვნების ნამუშევრებიც და ჩვენი ნინი და დიმიტრი დუმბაძე ისინიც თან სპექტაკლში თამაშობდნენ და თან ისინი პატარა მხატვრები არიან და წამოიღეს თავიანთი ნამუშევრებიც და იმათაც პრიზები და ჯილდოებით ასე რომ რაღაცა ოლიმპიური მედლებით ჩამოედით. ახალგაზრდა მსახიობები უკვე გამარჯვებულები სხვა მისწრაფებებითა და მიზნებით სექტემბრიდან მუშაობას ახალ სპექტაკლებზე დაიწყებენ.